ეთერში და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მერიას უკავშირდება და დავის საგანი გახდა. მზადება საახალწლო კონცერტისთვის, რატომ აღარ იქნება რუსთაველი და თავისუფლების მოედანი საახალწლო ღამის მთავარი ადგილი და რატომ შეირჩა ვარდების რევოლუციის მოედანი. ვინ იმღერებენ საახალწლო კონცერტზე და არსებობს თუ არა მომღერლების ეგრეთ წოდებული შავი სია. ჩვენ ამ თემაზე პირდაპირ ეთერში სტუმრობა ვთხოვეთ მერის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსია მაკაცარიას, თუმცა მან ასევე უარი გითხრა, ამიტომ ქეთი ნადიბაიძესთან გადავალ კითხვით. ქეთი, გისმენთ, რა განცხადებები კეთდება ამ თემაზე? ქეთი, ქართული შემსრულებლების და მუსიკოსების ნაწილი დღეს ღიად საუბრობს ეგრეთ წოდებულ შავ სიაზე. ესენი არიან შემსრულებლები, რომლებიც ვერ მოხვდნენ მთავარ საახალწლო ღონისძიებაში გალა კონცერტში, რომელიც გაიმართება 31 დეკემბრის ღამით თბილისში. ისინი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რის მიხედვით და ვის მიერ მოხდა ამ შემსრულებლების შერჩევა ამ კონცერტისთვის და ასევე არ მიუღიათ მათ შეთავაზება მერის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. მათი ნაწილი დღეს ღიად საუბრობს, როგორც უკვე გითხარით, ეგრეთ წოდებულ შავ სიაზე და იმ ფაქტს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ქალაქის მთავრობის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ კონცერტში, უკავშირებენ გარკვეულად პოლიტიკურ მოტივს და იმ წლებს, როდესაც გასულ წლებს მათ წარსულ საქმიანობას, როდესაც ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო კულტურულ ღონისძიებებში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში ვარ. ოღონდ ჩემი მოსაზრება მაქვს ამ შავ სიებთან დაკავშირებით, რატომღაც ყოველთვის ზედაფენას აბრალებენ ხოლმე ამ შავი სიების გაკეთება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველთვის მოდის ქვედა აი იმ რაღაცა ფენისგან, რომელსაც უნდათ რომ ასიამოვნონ, ვითომ თავის ჭკუით გონიათ, რომ ასიამოვნებენ თავიანთ უფროსებს.